ამ მონეტას გაჩუქებთ გაბრიელის ემოციებით ვინც გამოიცნობთ რა თამაში თამაშობს ახლა. დავანა ხო რას თამაშობ? თუ გამოიცნობ. გამოიცნობ. მოკლედ ეს მონეტა თქვენი იქნება ვინც გამოიცნობთ. რო ახლა იმ დღეში არ არის წეგარა დღეშიც იყო რომ იქნებოდა რაღაცეებს და აი უცხოდ შეგახედოთ მაშინ. ჰოპ. ტერემ. ვერ გამოიცნობა ხო? არა გონია. აბა წეგრა გაგიჟებული იყავ, წეგარო სალტოებს აკეთებდი, ისე რომ თამაშობდი, ეხლა გამოიცნობენ და. აი უყურებ, შეხედე. ხო ვითომ ჭკვიანი ხარ. აი აღარინდა. კაი, ესე ვერ გამოიცნობა. კაი, კიდე ერთხელ შევახედე. ჰოპ. არა, მოკლე. შენ კარტოფილიდან ნამდვილ ვაშლიდან ნამდვილ პრინცად გადაიქცე. ანუ ჩავკაბიჩო, ხო და პრინცესას გადავიქცევ. პრინცესად? პრინცესობა. პრინცად. დავაი მე ჩავკუჩე კარტოფილი. კარტოფილი ვაშლი რას გადავიქცე კარტოფილი. მაგარი გემელი კარტოფილია. მაგარი გემელი კარტოფილი ბაყაყად გადაიქცე. აუ, აი. აბა დაიკიკინე ბაყაყურად მეგობარო. აი ეს ბაყაყური. ბაყაყური არ ვიცი ჯერა. მოკლედ გუშინდელი გამარჯვებული ყავს. ვინა აბა? დოღლი გამოიცნეს და ოუნიშნე ვისაც უნდა ვაჩუქო მონეტა. დავანდელი ჩელენჯზე რა ვქნათ. ამის სიტყვა მოვიფიქროთ ახლა მანამ თოხლებს ვიყიდით. ახალი ჩელენჯი დავუშვათ. მოვიფიქრეთ რამე? რავი, აბა მოვიფიქრეთ ქუშე. მე ვერ მოვიფიქრე, მთელი გზა ვფიქრობ. მოკლედ მისტერ გაბრიელს მთელი ბავშვობა უყვარდა ტრაქტორები. და ბავშვობა რა, ეხლა ბავშვია ხა. გულვაშები კი აქვს და წვერებს იპარსავს უკვე, მაგრამ ნუ მაინც ბავშვია რა. რაღაც აცოლს იყო. მაგრამ წვერულვაშიანი ბავშვია, მოკლედ. მთელი ბავშვობა უყვარდა ტრაქტორები და სადაც დაინახავდა ტრაქტორს შანსი არ იყო ან გზის სამშენებლო ეს კატოკები რო ყველაფერზე ჯდებოდა აბსოლუტურად. გახსოვს ტატული მანქანა? უკა რა დღეში იყო დიდ ტრანსპორტს თუ დაინახავდა გაჩერებაზე წიოდა პანიკაში ვარდებოდა გეგონება რაღაც დაემართაო და ამისი 2-3-4 წლის ასაკის პორტფოლიო რო ნახოთ იფიქებ ტრაქტორისტიაო. სუ ტრაქტორებს ეზეს, სუ. თელი ამის პატარაობის ფოტოები არის ტრაქტორებზე. სუ ტრაქტორზე ეზეს, ან კატოკზე, ან რაღაც ეგეთ დიდ მანქანაზე. სავსეა ეგეთ ფოტოები და თუ ვიპოვნე ახლა ჩემთვის გაბეჭდილი და ამ ვიდეოს დავუთავდა ახლა კაიფებ მაგრამ. გახო ტატული მანქანები? ისნებოდა მძიმე ტექნიკაზე. Lifty again. მოკლედ, ავიდეთ მისტერ გაბრიელთან, მოვიყვანოთ სკოლიდან. მაგრამ მედამ სკოლაში მოვიდოდეთ, მისტერ გაბრიელს უნდა უყიდო ლობიანი ლავაში. ძალიან ევასება და გავახარე. ხო, ბეკა, ბეკუშკი. ლობიანი ლავაში, action. მოკლედ, მეგობრებო, ჩემი უბრიდან არც ისე შორს, აი აქ იყიდება ჩვენი magic ლობიანი ლავაში. ეს არის ძველი კოლორიტული თონე ჩვენთან მოსკოვის პროსპექტზე და ახლა იქ ვიყიდით ჩვენ. აი აქ ცხობა სუპერ ძალიან მაგარი ლობიანი ლავაში. თან ძვირი კი არის, ლარნახევარი კი ეს არის ძველი მოსკოვის პროსპექტზე არსებული საცხობი. საავადმყოფოს დაღმართის თავზეა.
აგე იქეთ არის. აი. აქეთკენ მიდის ზემკის გზა და გაბრიელის სკოლის გზა. მოგლეთ. ჩემ კენგუროში მოვითავსე აი აქა. მისტერ გაბრიელი ძალიან უყვარს ეს ლობიანი და მისი ხათრით კი დიეტობ და კალორიულ დეფიციტში ვარ, მაგრამ იმდენი ხანია შიმშილობ დღეში ერთხელ ჭამ კერცალი ლობიანი ლავაში. არ გონია რომ ჩემი გასუქების მიზეზი გახდეს. თუმცა კარგად მაგრა დავიკელი 70 დღეში დაახლოებით 18 კილო მაქვს დაყლებული. მაგარი შედეგია. და გამოჩნდა მისტერ გაბრიელი იგი საყურველი და მორბის გახარებული. რა ხდება ძმა, რა გიხარიათ? არაფერი არ გიხარია. სტადიონზე რატო უნდა შეხვდეთ? სტადიონზე თუ გინდოდა შვენიერ გუნდში იყავი და ვარჯიშობდი. I have a very special surprise for you. What? Ra? It's about Susnia. Oh, baba. Yeah. Კაი, წავიდე და გზაში გეტყვი, მომეჩანთა. მიდი. მომეჩანთა, ბიჭო, გზაში. გზაში დაანახოს და ეხა ბიჭი. გაუშვა ჩენჯი. არა, მე წავიდე. მიდი რომ. მე წო. ისე ტკბილის სუსნი თუ ცომიანი სუსნი? ტკბილის სუსნი გერჩი უნდა? არა, ისა ცომიანი სუსნი. აქ რა ლაქა გაქვს, რა დაიწუწო. არც ვიცოდი რომ მქონდა. რატომ მითხარი? თელ დღე ეგრე დადიოდი თავმომწონე კაცი? არა. აი წავედი. მისტერ გაბრიელს ერთი კვირა მივეცი იმისთვის რომ იფიქროს თავის ისეთ შეცდომებზე, რომელიც შეცდომებსაც არ უნდა უშვებდეს. იქნა გამომდინარე, რომ ძალიან ბევრს ვარჯიშობს და ერთი კვირა ისნის ვარჯიშებზე არ იქნება. ამ ერთ კვირაში დავინახავთ მის რეალურად სურვილს იმისა, რამდენად უნდა რომ იყოს პროფესიონალი მეკარე. ამ ერთ კვირაში ჩამოყალიბდება საბოლოო ერთობა თუ თავის ცხოვრების პროფესიად უნდა რომ აქციოს მეკარეობა. მე კი ვიცი რაც უნდა, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს ერთი კვირა აუცილებელია იმისთვის რომ ჩამოყალიბდეს რა თავის გადაწყვეტილებაში. ეს არ არის სადამსჯელო აქტი და ღონისძიება, უბრალოდ ბოლო დროს ცოტა მოდუნდა მოეშვა, მოუკლო და ეს ერთი თვე დევას ვარჯიშები რო შეწყდა ახალ სტადიონს ეწევენ, ძალიან დაეთყო. მანამდე 3 თვე ხო საერთოდ გაუწდა და დაეთყო და ეხლა ძალიან მოკლედ არ მინდა რა ისე ჩამოვაყალიბო რომ რაღაცა დრამატული მიცე რა დრამატული ხასიათი ამ ჩემს ნათქვამს მაგრამ მოუკლო და ვიკვლევ რა არის მიზეზი ამ უკლებისა ცოტა ხო არ გაყოჩდა მაგრამ აჰა ოპა ერთი მე ლობიანსო ჩემი ერთად მამიც აჰა ჯანდობა ჩემი დიეტა მაგ დღეს თბილია ესე თბილია Let's go. წადი, რატო ჩერდე? წადი. აია. ოღონდ ნამდაია. ლაიდარ მზადებს მარტო. მაგარი რეკლამა. უშლები არ გინდა წავა. აჯობი ეხლა ეს სინკერს. კი. აცეძან. აცეძან? უჩერჩეტო ხაცხოს. მოგლეთ ჩემო ძმაო. აი ამ მაინც სადღეგრძელო უნდა თქვა რა. მედი ბეკა. აი ამ სინკერსით სავსე ჭიქით.
და შენ გაგვიმარჯოს რა. ასე თულად დაუბერდეთ ერთად. ახლა უნდა ძმაო. მეგობრულად, ძმურად, მაკაცურად და ბოლომდე ვსვათ ყველა. ბოლომდე. აბა ჰე, გაგვიმარჯოს. წავიდა. ძალიან ტკბილია. იმდენად ტკბილია, ყელი ჩამწვა. ბაზა. ნანო. ნამტან ტკბილია. აჰა. და განსრულდა დღე ჩვენი ასრეთ. მაგარ დებილობებს ვიღებთ ისე ხალხს რეებს ვაყურებენ და ხალხსო. მე გვიყვარს რატო არა ხო 1000-ობით ნახო. ვის რა შეინტერესებს ეს დებილობებს ვიღებთ? აი ვის რა შეინტერესებს? მასა. დებილობა ვიდეოზე დებილობა არის, ხა რასაც ჩვენ ვაკეთებთ. აი არაფერი საინტერესო არ არის. შენ სნიკერსი ხა ვის რა შეადარდებს? აგი და რას თამაშობ დილით. არა სხვა უნდა მოვიფიქროთ, უფრო სანახაობრივი იყოს. კი. კაი, გათში. ამასობაში გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, თქვენთვის მხოლოდ ერთი წკაპია ჩვენთვის ძალიან დიდი საქმეა. ბექა დეშუბა 83. მადლობა.